დღეს ჩვენ ვართ პავლე ინგოროყვეს სახელობის ქუჩაზე, ეშმაკის სახელიც აქვეა და მინდა გითხრათ, რომ პავლე ინგოროყვეს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება თანამედროვე ქართველთა შორის, იმიტომ რომ მან გამოიკვლია აფხაზეთის ტერიტორიაზე ძველი ქართული ტოპონიმიკა და დაადასტურა როგორც ლინგვისტურად, ასევე ისტორიულად, რომ ადგილმდებარეობის სახელწოდებები არის სუფთად ქართული წარმომავლობის. როგორც ვიცით, ძირითადად რუსი პროპაგანდისტები და სეპარატისტული ძალების გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ გადაწერონ ისტორია და წარმოეჩინონ, რომ დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ადრე ეკუთვნოდა ჩრდილო კავკასიურ ტომებს. ეს დღევანდელ ქართულს რასაკვირველია, სასაცილოდაც არ ეყოფა და არა მხოლოდ ქართულს, ზოგადად როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთის სამყაროშიც ადამიანები, რომლებიც ოდნავ მაინც შეხედულები არიან ისტორიაში, ძალიან კარგად იციან, რომ დასავლეთ საქართველო იყო დასავლეთ საქართველო, თუმცა ვიცით რა კარგად მუშაობს პროპაგანდა და თუ მას არ დახვდება მეორე მხარეს სიმართლე, შედეგები საკმაოდ დამძიმდება და გართულდება. აი ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, რა გააკეთა პავლე ინგოროყვამ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მან გამოიკვლია სახელწოდებები, ადგილმდებარეობის დასახელებები, რომლებსაც აქვთ სუფთად ქართული სახელწოდება და არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ზემოთაც დღევანდელი კრასნოდარის ტერიტორიაზე, მაიაკობთან ახლოს არის მდინარე რეკაბელაია, რომლის ერთ-ერთ მთავარ შენაკადს ეწოდება კურჯიპსი, ანუ კურჯიპი, ჯიპსი ქართულად რომ თარგმნოთ, ეს არის ნიშნავს საქართველოს წყალს, ქართველების წყალს, რაც ეს და არაერთი კიდევ სხვა ტოპონიმი აი ამ ტერიტორიებზე, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე მოწმობს იმას, რომ ადრე იქ ცხოვრობდნენ ქართველები და რეალურად მაგალითად ადიღეელებამდე და სხვა ჩრდილოკავკასიურ ხალხებამდე ბევრად უფრო ადრე ზემოთაც ჩრდილო-დასავლეთით ცხოვრობდნენ ქართველები და ნამდვილად ისტორიულადაც ძალიან სასაცილოა იმის წარმოდგენა, რასაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ პროპაგანდის სახით განავრცონ. გარდა ამისა, აი გავიხსენოთ რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ტოპონიმიკა, რომელიც არის წმინდად ქართული წარმომავლობის. ეს შეიძლება იყოს ბიჭვინთა, რომელიც მომდინარეობს, რომლის ფუძეც მოდის ფიჭვიდან, ძველ ქართულად ფიჭვს ერქვა ბიჭვი, ასევე მაგალითად ყველაზე ნათელი მაგალითი სოხუმი, ხო? ძველი ცხუმი. ცხ არის ერთ-ერთი მაგალითი იმ უნიკალური ქართული თანხმოვნების ჰარმონიისა, როგორიც არის მაგალითად ოთხი ძირითადი ჯგუფია. ესენია ღ, ფხ, პყ, დღ, თხ, ტყ, ძღ, ცხ, წყ, ჯყ, ჩხ ჭყ და უბრალოდ ჩვენს კარგია რომ აი ეს დეტალები თუ კარგად გვესაძინება დისკუსიებშიც თუ გახდება საჭირო ჩვენ ძალიან კარგად დავამუშავებთ ამ მასალებს. მადლობა ყურადღებისთვის. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს.